ის მაინც ყავდეთ, რომ თავისი თებშები ვისაც ევალება მზარეული იყოს და რაღაცა მოიტანოს. კატასტროფული ვითარება ასე აფასებენ მშობლები ბაღდათის ბაღებში არსებულ მდგომარეობას. მშობლების თქმით, ბაღებში თანამშრომლების სიმცირის გამო მასწავლებლებს აღზრდელობითი ფუნქციის გარდა დამლაგებლის ფუნქციის შეთავსებას უწევთ, რის გამოც პედაგოგები ბაღში მისულ ბავშვებს შესაბამის ყურადღებას ვეღარ აქცევენ. აგერ მასწავლებელი თებშით მიდის, აგერ ეს ცხელი საჭმელი დგას და შემეშინდა. ნახდათ შემეშინდა, რომ მინდოდა რომ ბავშვები წამომეყვანა უკან, იმის გამო რომ ასეთი ის იყო მასწავლებელმა მასწავლებლის როლი უნდა შეასრულოს და წელს შედარებით ცუდი სიტუაცია არის, იმიტომ რომ ბავშვი არც ყურადღებითაც ძალიან ნაკლებ დონეზე არის, ძიძა არ არის, დამლაგებელი გაათავისუფლეს. ორ-ორი მასწავლებელია ბაღში. მასწავლებელმა ბავშვებს მიხედოს თუ იქ ოთახი დაასუფთოს თუ საჭმელი გამოუტანოთ ბავშვებს თუ რა უნდა გაუკეთოს მე არ ვიცი. თვითო მარტო ვარიგებთ საინებს დაიმიგენს. თქვენ მასწავლებელი გეუბნებათ თებშები დაარიგეთ? არა, ეს თვითონ ეხმარებიან ბავშვები, რომ ვერ ცდებიან ბევრი ბავშვებია ბაღებში. ბაღში. ორი მასწავლებელია ხოლმე? თითო ჯგუფში 3 ჯგუფია და ორ-ორი მასწავლებელია. მანამდე რა სიტუაცია იყო? მანამდე ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი იყო იქ ინგლისურის მასწავლებელიც ყავდა, მეზოვე დამლაგებელი ცალკე ყავდა, ყველა ოთახში თავთავისი მომხმარებელი დამლაგებლები ყველა იყვნენ და ძალიან რა ვიცი, ძალიან ბევრი იყვნენ. მშობლების თქმით, დიმის ბაღებში არსებული ვითარების შესახებ აცნობის გაერთიანების ხელმძღვანელს თამილა ფაიქიძეს, თუმცა პასუხი კი ასეთი მიიღეს. აქო მასწავლებლები არიან და იმათმა უნდა გააკეთოსო, შეუთავსოთო, რომ ერთმა უნდა ბავშვებს მიხედოსო და მეორემ უნდა მაგიდები დაალაგოსო და უნდა მიხედოსო რა. ამ იმას მზარეულის ფუნქცია უნდა გააკეთოსო და თქვენ უასწავლეთ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ის რომ მძიმე სიტუაციაა ბაღებში აღნიშნული შესახებ ოფჩის მეორე საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს. მათი თქმით, როდესაც ამის შესახებ გაერთიანების ხელმძღვანელს თამილა ფაიქიძეს აცნობეს, მან ბაღების თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით და ბაღის დახურვით დაემუქრა. შანდელთან შედარებით ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. შეგვამცირეს თანამშრომლები, ვინც იყო საჭირო, აი ეს თანამშრომლები არ დატოვეს, ძიძა არ ყავს, დამლაგებელი არ ყავს, მენეჯერი არ ყავს, მენეჯერი დროებით ყავს ამღზრდელი მოვალეობის შესრულებლად, ამღზრდელს თავისი მოვალეობა აქვს ბაღში. ერთი ამღზრდელი არის მარტო დატოვებული ჯგუფში და დილის 2 საათი ეხმარება მუსიკის მასწავლებელი. ნუ თუ არ შეიძლებაო რომ მოგვარდესო ესეთი სიტუაცია აჩქუფიან ბავშვებში, უნდა დაიხუროს ეს ბაღიო და ბაღს რატომ ხურავენ, როცა ორი თანამშრომელი დაამატონ და ბაღმა იარსებოს აქ. იმიტომ რომ არის ბავშვები სოფელში და ჭირდებათ განათლება. მიჭირს ახლა მუშაობა და უთხარი იმასაც რომ მოვიდა რომ რა ვქნა ბავშვი 10 კი არა ვის უთხარით დამი კონკრეტულად ქალბატონ თამილას და მე ახლა რა ვიცი ჩვენი უფროსი კია მაგრამ ადამიანურობას რა უდგას წინ ნორმალური პასუხი უნდა გაცე და კონკრეტულად უნდა უთხრა და დააკვალიან რომ რაღაცა პატარახანი არ მოითმინეთ რაღაცა და მოგვარდება ყველაფერი კი რომ დაწერე განცხადება წადი რას ნიშნავს მე მითხრეს ბოლოს რომ თუ ვინმე არ შეითავსებს ახლა მენეჯერის მოვალეობასო ნუ ბაღი საერთოდ უნდა დაიხუროს მაშინო და მე ვერ მოვაგარებ მაგ პრობლემასო ნუ ვიზულებული ვიყავი ასე ვთქვათ რომ დავთანხმებულიყავი ამ მოვალეობას და ნუ მე რავი შემასწავლეს მაჩვენეს თქვათ როგორ უნდა მემუშავა მენიუები როგორ უნდა გამეწერა როგორ უნდა ამეწონა ხა თანმზარეული უფრო იცოდა ამის შესახებ და თან ვსწავლობდი ერთი კვირის განმავლობაში ამის გამო ეხა მე დილის საათებში მითხრეს რომ მენეჯერის მოვალეობას შეასრულე და მე შედი ამგზდელათო თან პარალელურად ამგზდელიც უნდა ყოფილიყავი ჯგუფში ამის გამო მარტო უწევდა მეორე ამგზდელს მუშაობა ჯგუფში და არც ძიძა გვყავს, არც სხვა დამხმარე არ გვყავს. ნუ შაშა ვიყავ დამლაგებელი, მე როცა შეიქმნეს რეორგანიზაცია, დავწერეთ განცხადება, შევიტანე, მომივიდა დამირეკეს რომ მობრძანდითო გასაუბრებაზე, ვიყავი გასაუბრებაზე. ნუ გამომიშვენდა მე როცა დაიწყეს ბაღი, მე არავის არ გამოუძახები ვარ.
დამტოვეს უმუშევარი. დამლაგებელი დაინიშნა ამ ბაღში. ოღონ ვინცაც ხონა ჭურჭლის ფრეცხავზე შეტანილი განაცხადი ის დანიშნეს დამლაგებლად. თუ დამლაგებელი არ ჭირდებოდა ამ ბაღს, ის გოგონა რაზე გაუშვეს. იმას თავისი ის არ დაუბრუნეს და ახლა დააბრუნეს ისევ ის ჭურჭლის ფრეცხავდა დამლაგების ადგილი ამ წუთში არ არის და რას აპირებენ არ ვიცით. ბაღის აღმსრდელები საუბრობენ, რომ მათ წელს საშვებულებო არ დაერიცხათ. მიზეზად კი თამილა ფაიკიძემ ბიუჯეტში თანხის არასაკმარისი რაოდენობა დაასახელა. სამზაფხულზე გაგვიშვეს საშვებულებაში ხელფასოში, რატომ არ მოგცეს ეს ხელფასები არ ვიცით, რაღაც კონკურსები ჩატარდებაო, გადამზადებები მოხდებაო, რაში მე პირადად არაფერი არ გადამზადებული ვარ, უბრალოდ გავიარეთ ისეთი კონკურსი გამოკითხვის, ბავშვს რო ეჩხუბებოდეს გარეთ მასწავლებელი ვის მიმართავ თქვენ, ესეთი რაღაცა ისენი რა. ხო, კითხვები და როგორ ასუფთავებთ სამზარეულოს და რას გულისხმობთ დასუფთავებაში. ესეთი კონკურსი იყო და მაგ კონკურსს თუ ვერ გადავლახავდით. ჩვენ რა ვიცი, მაგიტო თუ არ მოგცეს ეს სამი თვე ხელფასები და მაგას თუ ელოდებოდნენ. აქციის მონაწილე მანონი გეწაძე ამბობს, რომ ზოგი პედაგოგი კონკურსზე არ დაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ 20 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა, მიზეზად კი დიპლომის არ ქონა დაუსახელეს. მას კი კონკურსში მონაწილეობაზე უარი განსხვავებული მიზეზით უთხრეს. ამიდეს ამი არჩევნების წინ ჩემს განთავისუფლებას დაუდო სარჩული მე არ მეშინი არაფერს ბატონმა შალვამ და ქალბატონმა თამილამ პოლიტიკური სარჩული თითქოს ეს ვარ დამავიწყდეს იმიტომ გეუბნები თითქოს მე ლანძღავდი ბატონ შალვას და ლანძღავდი ამ ხელისუფლებას როცა 2012 წლიდან დღემდე მეექვსე არჩევნები ტარდება ახლა. ყველა არჩევნებში მონაწილეობას ვღებულობდი როგორც კომისიის წევრი და როგორც ქართული ოცნების მომხრე. ოფჩის ბაღში მზარეული ასევე ბაღში არსებულ მძიმე პრობლემებზეც საუბრობს. ამბობს, რომ მათ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ და ფაქტის ამსახველი ფოტოც წარმოგვიდგინა. ბაღდათის ბაღებში არსებულ პრობლემებზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე ასეთ კომენტარს აკეთებს. არ მოსწონს ან არ ეთანხმება საკონკურსო პირობების შედეგად მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ვინც ვერ მოხდა ასე ვთქვათ და ვერ გადალახა ან გადალახა მაგრამ დაუშვათ დიდი კონკურსის გამო ვერ დაიკავა მისთვის სასურველი თანამდებობა ამისთვის მათ საკონსტიტუციო უფლება შეიძლება შეუძლიათ გამოიყენონ მიმართონ სასამართლოს და იქ აერკვიონ არანაირი ინფორმაცია ჩემთან იმასთან დაკავშირებით რომ ბავშვები მოვლილი არიან ჩემთან არ მოსულა არავითარი ვითარება არ არის ეს ზუსტად ის რაოდენობაზე არის გათვლილი რა რაოდენობაც უნდა იყოს დაუშვათ რაღაც რაოდენობის ბავშვს რამდენიც აღზრდილი და თანაშემწე ჭირდება არ ვარყოფ იმას რომ იყო ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმებული ვითომ ამ ემაში მაგრამ ეს რაღაცა არ მიმაჩნია რომ არასწორი მიმართულებით იყო ძალიან დაბალი ხელფასები ჩვენ შევეცადეთ დავკავშირებოდით ბაღდათის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს თამილა ფაიკიძეს, რადგან გაგვეგო თუ რას პასუხობს მშობლების და პედაგოგების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. იმ მიზეზით, რომ კომენტარი რამდენჯერმე უკვე გააკეთა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფაიკიძემ წარსულში მხოლოდ ჩატარებულ კონკურსთან დაკავშირებით ისაუბრა და ბაღებში არსებულ სხვა პრობლემებზე, რომელიც არც თუ ისე ცოტა მას ყურადღება არასოდეს გაუმახვილებია. მარიამ კუხიანიძე და გიორგი დოღონაძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.